უკრაინაში რუსეთის ომის საპასუხოდ გერმანია თავისი არმიის გარდაქმნას ცდილობს, მათ შორის ჯარისკაცებისა და რეზერვისტების რაოდენობის ზრდას. ბუნდესტაგმა დაამტკიცა 100 მილიარდი ევრო ფონდისთვის, რომელიც ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებას მოხმარდება. ეს ამზადისია რუსეთის მიერ 2024 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ იარაღის მასიური შესყიდვებისთვის. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა ნამდვილად იყო მამოძრავებელი ფაქტორი, რადგან ისინი სისტემატურად ცდილობენ მსოფლიო წესრიგისთვის ძირის გამოთხრას, გადაკვეთას ყველა წითელი ხაზის, რომლებიც დავადგინეთ პირველი და მეორე მსოფლიო ომების შემდეგ. ფონდის შექმნის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 3 დღეში გამოაცხადა. მაშინ კანცლერმა აღნიშნა, რომ გერმანია შეიარაღებაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეც დახარჯავდა. გერმანელი მაღალჩინოსნები აღიარებენ, რომ გერმანიის შეიარაღებული ძალები წლების განმავლობაში უჩიოდნენ უყურადღებობასა და ხანდაზმულ, ცუდად ფუნქციონირებად აღჭურვილობას. ბერლინი გეგმავს თავდაცვის 6 ლეგიონის შექმნას. თითოეული ლეგიონი 6000-დან 8000-მდე ჯარისკაცით იქნება დაკომპლექტებული. გენერალ-ლეიტენანტი ანდრე ბოდემანი განმარტავს, რომ მზადყოფნა აუცილებელია, რადგან ომის მდგომარეობაში არ არიან, თუმცა მშვიდობა ნამდვილად დასრულდა. ჩვენ უკვე დავიწყეთ სამზადისი და უნდა ვიჩქაროთ, სანამ რუსეთი იქნება მზად.